მეუბნება წირვის ან ლოცვის დროს დაჯდომა არ შეიძლება ღმერთმა რამდენი დაითმინაო ჩვენთვის და ჩვენ ეს ვერ უნდა მოითმინოთო? კი, მართალია, რასაც დედა გვეუბნება, ოღონდ გააჩნია ჩვენ რა ასაკში ვართ ახლა დედიკოებო, ესე იგი, ყველა ასაკის ბავშვს ერთი და იგივე სიტყვას ვერ ვეთქვით. ყოველ შემთხვევაში იმდენი მოითმინოთ, რამდენიც შეგვიძლია. თუ დავჯდებით და ისე მოусმენთ ჩუმად, ამითიც არაფერს დავაშავებთ. გააჩნია ბავშვის ასაკს, ახლა 15-16 წლის ბიჭი კი გაძლებს. მაგრამ ახლა შეიძლება 7-8 წლის ბავშვმა ვერ გაძლოს იმდენად. ქრისტემ ბევრი მოითმინა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ხა იმდენს ვერ მოითმენთ ქრისტესთვის, რაც ქრისტემ ჩვენთვის მოითმინა. მაგრამ ჩვენს თავს შევატყოთ ხოლმე, დავაკვირდეთ, რამდენი შეგვიძლია ქრისტესთვის რომ მოითმინოთ. ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე ჩვენს თავს, აი ვინც ამ შეკითხვას სვამს იმისთვის ვამბობ, ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე. ახლა თუ ვატყობთ რომ აღარ შეგვიძლია, ერთ-ერთი წმინდა მამა ამასაც კი ამბობს, რომ ჯობიაო იჯდეო და ღმერთზე იფიქროო, ვიდრე იდგე ფეხზე და ფეხებზე იფიქროო. ესმის, ვიდრე იდგე და იმაზე ფიქრობდე, როგორ გყივა და გაუსაძლისია, ამას ჯობია თუ უკვე ვეღარ ითმენ. დაჯდე ცოტა ხანი და ღმერთზე იფიქრო. ესმის, ფეხებზე კი აღარ იფიქრო, ფეხები ისვენებს. შენ ისევ ლოცვა გააგრძელ. სკამებიც იმიტომ არის, საერთოდ აი მონასტრებში ესეთი წესია, რომ მთელ პერიმეტრზე აი გარშემო ტაძრის სულ სკამებია, სტასიდები ქვია. იმიტომ რომ იქ მრავალსაათიანი ლოცვა არის, ზოგჯერ აი 11 საათიც კი გრძელდება ის ლოცვა გამისდევა და ახლა ყველას არ შეუძლია ესე არა? მაგრამ ეს იმისთვის აი რომ შენ ლოცვაში ხელი შეგიწყოს. ხან დაჯდები, ხან დადგები, ხან ჩამოეყრდნობი იქ ესეთი ისინი აქ ხელის დასაყრდნობიც აქვს. თავარი ისე რომ შენ ღმერთთან იყო, ლოცვა არის ღმერთის წინაშე დგომა, ღმერთზე ფიქრი. შეიძლება ლოცვის სიტყვებს ამბობდე, მაგრამ საერთოდ სხვაგან იყო. შეიძლება აი ვიღაცა ხატებთან დგას, ლოცულობს და ამ დროს ზღვაზე ბანაობს. ფიქრებით რა. ვიღაც შეიძლება მთაშია, ვიღაც მეზობელს ეჩხუბება, ვიღაც ბაზარში პამიდორს ყიდულობს, ვიღაც ფარდებს არჩევს, ვიღაც სამკაულებს, ვიღაც თემუდან რაღაცას იწერს სიტყვას. მაგრამ ამ დროს ყველა ლოცულობს. ვიღაცა შეყვარებულს ელაპარაკება, შეიძლება. არის ეგეთი, ვიღაცა შეჩხუბება, არის ესეთი რა. იმიტომ ამბობ, რომ ლოცვა არ არის მარტო ლოცვის სიტყვების ჩარაკრაკება, ლოცვა არის ღვთის წინაშე დგომა.